დილამ შვიდობისა, აბა როგორ გრძანდებ დას ისე არცივა, მოდი ვნახოთ აბა რა ტემპერატურაა სახლში, ისე არცივა დღეს, მაგრამ ნუ მაინც ცივა, მაგრამ ისე არცი როგორც გუშინ ციოდა, ხა, 17 და 1. არა, ვონის უნდა ჩავაცვა ახლა ეს. 17 და 1-ია, გუში რო ავდექი 15-16 ნახევარი იყო. ხო, კაი. აქაურობა, გამი ბავშვებს რაღაცები გამუკეთებიათ საჭმელები და უჭამიათ. აქაურობა არის, ვაი, მე მდგომარეობაში. მოდი ფისა, მოდი, უნდა ჩაგაცვა, იმიტომ რომ ღამე დედიკოსთან ძინავს და ღამე არ სჭირდება. მაგრამ დილას ეს აუცილებელია. ხუბონიჩკა, დედაში კოკო, თბილად უნდა იყოს დედაში. Პეტერა დედაში. ოღონდ მენაგვისჩვევებია ყო. ესე იგი გუშინ ერთი ნაჭერი ვაშლი დავუარდა თოყოს და ის არ შეჭამა აქ-ეგდო მთელი ღამე და სანაგვიდან ამოიღო გამოხრული ვაშლი. იმას ჭამდა. აი ესეთი მენაგვისჩვევები. მე კარტოფილი გუში რო გავთვალეთ საღამოს, იპოვა ის სადღაც დაგდებული მიწა და იქ ოცნარი საჭმელი უყრია იმას არ ჭამს და მიწას ჭამს. აი ისეთი საჭყარი ახლა მიწის ჭამაზე გადავიდა თეთიკო არ აჭმევს არაფერს და მიწის ჭამაზე გადავიდა ვაიმე შევჭამა ძროხას იმას. მოკლედ ასე. ასე და ამრიგად მოგესალმებით დღეში რომ ისაყელას ხახო როგორი თოვლია საქართველოში და ესე იგი როგორი მომზადებელი ვარ თოვლისთვისაც კი აი რა ვიცი გაგიჟდება ადამიანი ცოტა იქ რო თოვს ცოტა იქ მორჩეს ახლა და აქეთაც მოთოვოს რა იქნება ხა თბილისში არ გვინდა თოვლი და ჩაგრულები ვართ ჩვენ საშინად შევიკავ რა ხას ვევშლი ხო და ჩვენც გვინდა თოვლო მოდი ჩვენთან იქით შეწყვი და აქეთ წამოდი როგორ მენატრება ლაგოდაში ჩემ ბავშვობაში სულ ორჯერ თუ სამჯერ იყო ისეთი თოვლი მუხლამდე ხეებზე რომ თევს ღმერთო როგორ მენატრება და როგორ მინდა ხო ძალიან ცივა და 1000 იმას ქმნის, მაგრამ ძალიან მიყვარს მე. აი ლაგოდეხში რომ ცხოვრობდი, ბავშვი რო ვიყავი, გზა უნდა თან ჩვენ როგორ ადგილას ცხოვრობდი, ტუპიქს რო ეძახიან ესე შემოჭრილი, რავი, 1-300 მეტრი მაინც იქნებოდა ქუჩამდე და ანუ იქ არავინ არ გავიდო და ჩვენ თუ არ გავყვალავდით და მუხლამდე თოვლი რომ მოდიოდა, ეხლა TikTok-ზე რო დევს მემები რომ მეზობელთან მაინც ავალყავის დასალევათო და ქალი რომ მიდის მუხლამდე თოვლში, ეგრე უყალავდით ხოლმე რომ სკოლაში წავსულიყავ. მაგრამ ჩემთვის არც იცივე, არც ყინვა, არც რა ვიცი არაფერი ზემოდან რო ადებდა სახლს, ეგეც გადმოსათოვლი იყო და რავი 1000 რაღაცა არაფერი არ იყო ხოლმე ჩემთვის ისა. როი აღარ მინდა, პირიქით ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ძალიან მინდოდა და არასდროს მყოფნიდა, მალე ძნებოდა ხოლმე, ამიტომ ახალგაზრდობის რაღაც პერიოდში ვნატრობდი, რომ მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც არის დიდხანს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, სადაც არის დიდხანს თოვლი და ესეთი თოვლიანი დღეები და ამინდები და რაღაცა ანუ რაღაც პატარა სახლი, სადაც ამთია ცეცხლი, ცეცხლის ხმა რო ისმის, შებოლილი ხორცი, შებოლილი თევზი, პლედი, ბევრი წიგნები და ვოცნებობდი მაგაზე, რომ ეგეთ ადგილას მეცხოვრა. ნუ რა თქმა უნდა არ მიცხოვრია. ალბათ ხა მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნება, სულ ეგეთ ადგილას მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია, რომ მთელი ცხოვრება ის სულ ერთი რამე რაც მოწონს, ეგეც კი ეს და
მთელი ცხოვრება არ მიყვარს ეგრე, ხო ხდებით? მიყვარს მე მრავალფეროვნება. ხო, მაგრამ აი ერთი რამდენიმე ზამთარს მე? ქეროთ? კი, ვიყიდე მე ქეროთ გუში. ჰანგრია, ბაჭი ქეროთი უნდა. ბაჭი რა გინდა? უმის დაპირო გინდა ბაჭი? ეხლავე მოვიდა, ბაჭი, ეხლავე. მოდი დაღო, შემოდი. სიმა, აიყინები. ჩემო დეკორაცია, შემოდი. ხავდა ერთი ორი ზამთარი ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრები. თონი შემოდი სახში თქვა. იქაც მანქანთან მიხვედ, იქაც არ აქვს ხვენია. აბა როგორ არ აქვს ხვენია. აი ამ კურდღელი, სათამაშო კურდღელისთვის, თვითონ კი არ უნდა. სათამაშო კურდღელისთვის უნდა. გუშინაც მთხოვდა. აი, ეს იცალი ნაცვლელი დამივა და წაიღო. საწყალი და საწყალია დღეში. საჩუი დავიჯავე. აჰა, ბაჭი ეს გავუთავით. სტაფილო აგერსაუდა. ისეთი ცივია. გარედან ხო შემოვიტანე, ისეთი ცივია, რომ მეტიც არ შეიძლება. აი ამაში არა. აი ამაში. კოფე. ჭამე ბაჭია ძვირფასო, ცივი ხო არ არის, ცოტა გაგდეს და მე მიიწვი. აჰა. ეძი კავზი ხარ. გიჟდები იმ ქართველების იმ სულზე, ხამანქანები, ოფროუდერები რომ მიდიან და რომ ეხმარებიან ხალხს, აი რო არის ნაჩვენები, რა ვიცი, პირდაპირ ტირილი მეტყება. ფილმი ვიპოვე TikTok-ზე. ამ ოთახში სადაც ეხლა ვზივარ ხალხანა. ამ ოთახში სადაც ეხლა ვზივარ 16 გრადუს. და. მოკლედ, მომწერა. ჩემო მაყურებელმა ძალიან საყვარელმა გოგომ. გვიან მოუწერია და მე ეხლა ვნახე საერთოდ გუშინ არაფერი არ მინახავს, არაფერი არ წამიკითხავს, ძალიან ისე ვიყავი. ხო და მოკლედ დღეს ნახე და ფრჩხილებზე მომწერია, ჩემი თვისწავლეო. თვით ნასწავლი ვარ და რაშიც გინდა დაგეხმარებიო და უფრო მეტიც მარტისკენო, მარტის ბოლოსთვის რაღაცას გამოგიგზავნიო და ბევრი რაღაცები არ იყიდო. ცა მანიკური და ეგეთები ერთი. იმდენი ვილაპარაკეთ. ახლა უკვე გვიანია პირველი ხდება, პირველი კი არა და
ხო, პირველი ნახევარი. ნინი გამარჯობა, როგორ ხარ? 15 წლიდან შენს ვიდეოებს ვუყურებ. ბავშვობაში სოფელში რომ საქმეს მორჩებოდი, საღამოს რომ ჩავიჯდებოდი შენ ვიდეოებს, ყველაფერი წვრილმოებში მაქვს ნანახი. ევიტაზე რომ ორსულად იყავი, მე მშობიერობა და სულ ყველაფერი მახსოვს. წეგან ნახე შენი ვიდეო, ფრჩხილების გაკეთება მინდა ვისწავლო. მეც თვითნასწავლი ვარ, რომელმაც უკვე 2 წელია მუშაობა დავიწყე სახლში და ამაზე ბედნიერი არ ვყოფილვარ არასდროს. ხო და მარტის თვეში ალბათ უფრო თვის ბოლოსკენ მე შენ მოგაწვი რაღაცეებს, კლიპებს, ბაფებს, ფრეზებს, ბაზას და ტოპს, ისეთ რაღაცებს, რაც სულ გამოგადგება. ხო და ეხლა იმიტომ გწერო, ბევრი არაფერი იყიდო. და შერაფერები გინდაო მითხარიო და შევარჩევ იმ ფერებსო და მევთხარი მეთქი შენ მუშაობ თქო და მე იმდენი არ დამჭირდება, მეთქი და არაფერი არ მინდა მეთქი, უბრალოდ დამეხმარე ხოლმე თქო. ანუ რომ აი რის მერე რა უნდა როგორ გავაკეთო. კიო კაცს დაგიხმარები ყველაფერშიო, ჩამომიწერა თანამიმდევრობა, როდის რა უნდა გავაკეთო, როდის რა უნდა წავისვა, როგორი ფრეზა მჭირდება, თვითონ როგორი აქვს, დამწყებისთვის როგორია, კაი საშრობი რომელი და მოკლედ რა ვიცი, ყველა დეტალი და ესე იგი თავიდან აი ამ ასეთებს ვიკეთებდიო და კაი მეგონაო და მე რო ეგეთი გავიკეთო, ხო გავგიჟდები კიდევაც. და ეხლა საერთოდ აღარ მომწონსო მაგას რომ უყურებ. ნახეთ რა საყვარელობა აგულოს. აჩა. ამას ვიკეთებდი თავიდანო. საერთოდ არ ვიცი და თვითნასწავლი ყავი და ანუ მე თვითონ ვისწავლე ყველაფერი. და ეხლა ესე აკეთებს. რასთან ნახეთ. მოთხარი მეთქი, აუცილებლად მითხარი მეთქი, სათხარ შენი საკონტაქტო. რომ გოგოებს ვისაც ენდობა მეთქი ვეტყვით ხო და არაფერს არ მეუბნებოდა. აი ეს არის ჩემი პირველი დაგრძელებაა. და ეხა ისე არ მომწონს, ისე არ მომწონს, ვარ და რა ლამაზია. ნეტა მე ესეთი გამომივიდეს პირველი. ხო და ის მე კი ძალიან მომწონს. და მაგათ ქვემოთ ვიდეოს ქვემოთ მივუთითებ სანზონაშია. არაფერს არ მეუბნებოდა, ვეხვეწე, მე ავუხსენი, მეთქი აი რატო წავიდეს მეთქი, ჩემი გოგოები რატო წავიდნენ სხვასთან მეთქი, ვისაც მოეწონება შენი ნამუშევარი და ენდობა რომ შენთან მოვიდეს მეთქი, რატო წავიდეს სხვასთან, მე მაგიტო არ მომიწერიაო და არ მინდაო რომ დადო არაფერიო. როგორ მიყვარს ესეთი ადამიანები. ხო, ანუ მე უბრალოდ მინდა რომ ეს ვისწავლო და რაც რო გადის უფრო და უფრო მეტი მუღამი მაქვს, აი როცა მაჩვენებთ თქვენს ნამუშევარს, როცა მეუბნებით რომ აი თქვენ არ იცოდით არაფერი და ისწავლოთ, რაღაცნაირად ძალიან მუღამში შევდივარ და ძალიან მინდება და ძალიან მომწონს. და ეხლა მაგალითად ეს სიგრძე რაც მაქვს, ძალიან ლამაზია ამ სიგრძეზე. ჩემით რომ შევძლო გამაგრება, ჩემით შევძლო დაგრძელება, ეს ფერი, ის ფერი ნელ-ნელა ვიყირი ფერებს და რა ვიცი, ჩემი ძალიან მაგარია. ძალიან კარგია. ძალიან საინტერესოა. ასე. ანუ მე ძალიან მოვაფასებ ხოლმე ეს ადამიანებს, რომლებმაც თვითონ გამოხატა ინიციატივა, სურვილი, რომ აი მართლა მთელი გულით და საერთოდ არ გაუკეთებია ეგ და არ შემიძლია ხოლმე რომ ასეთ ადამიანს მეც არ გაუწოდო ხელი. უბრალოდ არ შემიძლია. ახლა ყვერცხს ხარშო. 10 წუთი გავიდა ზუსტად. უნდა გავაკეთო ის პურზე წასასმელი თინუსისგან და კვერცხისგან. გაჩვენებთ რა თქმა უნდა. აბა ნახოთ ცნობილი თინუსის ნამაზკას ქვია რუსულად ქართულად რა ქვია? ეს შეგიძლია ლავაშით შეახვიოთ. შაპურთა.
პატარა თინუსით შეფუთვით გავაკეთე. კიდე რამდენია იცით? 80 გრამი იყო თინუსი, დავიწყლიანად. 2 კვერცხი, 9 ლიტრი და 1 სუფრის ყვავის სიმინდი. პილპილი შავი და მარილისა. მაიონეზი არაჟანი, რა ვიცი, არ უნდა ისეთი ქიმრიელია. უმატებენ ხოლმე, რა. მასლავნა. Bonitska. ახლა ბავშვების სკოლიდან მოლენ კოდი მითხარგინე ვიყიდოთ შენი მანქანის აკუმულატორი. მეთქი ვიყიდოთ, მაგრამ ვინ ჩასვავს თქო? მეო. რამდენჯერ ჩამისვია. მეთქი ვიყიდოთ. მეთქი. მე თორე გემრიელია. ზღაპარი ყო. მოსულა. აჭმა. ერთ ხლებზე გავიკეთებ. მე მგონი შაპურდა უფრო კაი იქნება, მაგრამ ეს უფრო დაბალკალორიულია. მოხდება. რომ იცოდეთ. вообще-то. იცით როგორ არის? რაც უფრო დიდხანს ხარ junk food-ზე. დადგმდება უზა. ესეც საჭმელს რო სინჯავ, ფიქრობ, ფუ, ეს რა არის? არ გჯერა, რომ ვინც ამას ჭამს და ამბობს, რომ მოსწონს, არ გჯერა. გონია, რომ პროსტა წონისთვის აკეთებს და არ ამბობს. არ ამბობს, რა თავსაც იჯერებს. ეგეთებიც არის, მაგრამ მე ნენა გადადიხარ შენთვისა. გეცვლება, გემოვნება, რეცეპტორები. და მე იწყებ ამ ნაზის საკვების გემის აღქმას, რომელიც ზღაპრულად გემრიელია.
და დესერტი. Oh my god. Sorry, მე არ მინდა რომ ვიარო ვინმესთან, ანუ მე მოძებნიდი ადამიანს რომ მინდოდეს, მაგრამ არ მინდა ვიარო ვინმესთან, იმიტომ რომ ანუ იმდენად დისკომფორტია ჩემთვის სიარული ყოველ ჯერზე, რომ რა ვიცი, ფაქტობრივად მირჩენია ხოლმე, რომ არ გავიკეთო და ამიტომ მინდა რომ მე თვითონ ვისწავლო და თან ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან საინტერესოა საყვარლობა, იქ რაღაცას დაიხატავ, იქ რაღაც, რა ვიცი, მაინტერესებს და მინდა რომ ვიცოდე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან დიდი დახმარება არის ის, რომ აი ადამიანი, რომელმაც იცის, მეტყვის ის მე რა უნდა გავაკეთო, რა არ შეიძლება, რა შეიძლება, რამე შეცდომას რო დავუშვებ, როგორ გამოვასწორო, რა ვიყიდო, რა არ ვიყიდო და ასე შემდეგ. ჩემი სიყვარული, ჩემი პატარა სიყვარული. Дедушки. А хочу ломать. Каричку еще нет. Загану как такая. Загану как такая. Правильно? Кария бони. Кария. Bausa daugrino dole vai mogiva. Che cosa? Gide. Bonička. Boni. Krena noa mogdis. Boni. Zrababia. Dit is het rababia? Boni, het rababia. Oh, is rababia.